დღეს ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, არ ვიცი ახლა მანდ მე მგონი იმან უნდა ისქნას. აგერ კადრებშიც არის ტელეფონში. გეოლოგებმა უნდა მოვიდნენ და შეამოწმონ ეს ამხელა მეწყერი საიდან წამოვიდა. დაზარალებულია აგერ სირაძე რამაზი, ესე იგი 4 მანქანა დაუმტრია, სახლის კედლები ჩამოიშალა, ბოსელი კუხნა ყველაფერი მიწასთან გაასწორა, აგერ კიდევ ამ ქალბატონის სახლია კიდევ წყალი შეუვიდა, მე ის მხარე ერთი სიტყვით აიღო რა ყველაფერი. აღარც მოსავალი ვარგა, ვისაც იქეთ ეზოები გვაქვს, იქენე წყალი ჩავარდა, ყველაფერი წალეკა წაიღო, საქონელიც მე მგონი არიან. ყველაფერი წაღებულია, აღარც საქონელი, აღარც ბოსელი, აღარც სახლი, არაფერი არა, ყველაფერი აგერ გამოსახლებული, სხვაგან ვართ პატარა ბოუში მყავს გამოყვანილი აგერ, გვეშინია ვერ ვჩებით, ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი. ყველამ დავზარალდით. არაფერი არა. რაიონს არ ამოსულა ყურადღება არ გამოუჩენია არავისთვის. უნდა ამოვიდეს, ამოიყვანონ ძიმე ტექნიკა და გააკეთონ იქ ყველაფერი და გეან ახლა პირდაპირ წყალი მიდის. კაცი სირაძე რამაზი რომელიც დაზარალდა, ეხლავე მიდის წყალი, ამ წუთას წყალი მიდის თავის ეზოში, სახლში შედის, არაფერი ვეში მაგეს არ ვარგა, ახალგაკეთებული ყველაფერი მოერყა, გაფუჭდა. რამე რემონტის ნორმალური რამე აღარ აქვთ სახლში. კეთილი ინებოს გამგეობამ ამობრძანდეს, შეხედოს იქა და დროულად მიხედონ ყველაფერი. ეს რაც არის ახლა ნახეთ ალბათ ქვერც ეს ქვები რო ჩამოყვანილი. ეგ ყველაფერი ანუ წყალმა ჩამოიტანა? კი, და ფერი, ხე, ყველაფერი დაგვაყარა. და გევიქეთ ზევით ტყეში დეუმალეთ. დეუმალეთ ტყეში. პატარა ჩვი ბოუშვით ტყეში ხის ძირში ვიმალებული. ხის ძირში ვიყავით დამალული. და არა მოსულან და არავის არ მოგცევია ყურადღება. მანქნებიდან ძირში არ გადმოსულა. ყველაფერი დაზარა, აღარც მისცა დამჭა, აღარც სახურებიც იყო, ყველაფერი წეიღო. ეს ფრინველები, ცხოველები ესენი? მე ძროხები ბერენდებიდან ტყეებში ახლა საქონელი ახლა ტყეში არიან ძროხები. საქონელი არ ვერ გამოიარეს. მეზობელი არ ალბათ. იმ ქუჩაში ვარ 12 ოჯახი. იქ ვერცეთი ვეღარ